И ислам сказал, что Илия был причиной того, что это не произошло, потому что он запросил слишком много денег. Есть ли что-то, о чем ты мог бы рассказать? Это неправда. Я не знаю, откуда ислам это взял. მოდით პირდაპირ საქმეზე გადავიდეთ. გუშინდელ ვიდეოში, რომელსაც ქვემოთ აღწერაში დაგიტოვებთ, დეტალურად განვიხილე ის ტვიტები, სადაც მახაჩევი და თოფურია ერთმანეთს ეჯაჯგურებოდნენ. არც ერთს არ უნდოდა დათმობა იმაზე, თუ რატომ არ შედგა მათი ჩხუბი თეთრი სახლის ქარდზე. მე მაშინვე ვთქვი, რომ ისლამი და მისი მენეჯერი, ალი აბდელაზიზი, უბრალოდ ზღაპრებს ყვებიან და ილიას აბრალებენ ყველაფერს. დღეს კი რა ხდება? დანა ვაითი მივიდა ეიდენ როსის სტრიმზე მაიამიში და იქ ისეთი რამ თქვა, რაც მახაჩევის გუნდისთვის ნამდვილი ცივი შხაპი იყო. როცა ჰკითხეს, მართალია თუ არა, რომ ილიამ ზედმეტი ფული მოითხოვა და ამიტომ ჩაიშალა ჩხუბიო, დანამ პირდაპირ მიაჭრა. არა, ეს სიმართლე არ არის. წარმოგიდგენიათ? კაცი, რომელიც ამ ყველაფერს აორგანიზებს, ამბობს, რომ ისლამი იტყუება. ახლა დაფიქრდით, რამდენჯერ შეიცვალა მახაჩევის ვერსია. ჯერ თქვეს, ხელის ტრაუმა აქვსო, მერე თქვეს, საერთოდ ეძინა, როცა ურეკავდნენო. ბოლოს კი გამოვიდნენ და თქვეს, თითქოს ილია მიუარა ჩხუბი დიდი ჰონორარის მოთხოვნის გამო. ბიჭო, სამი სხვადასხვა ტყუილი ერთ კვირაში, ეს უკვე ნამეტანია რა. ილია და მისი მენეჯერი მალქი კავა კი თავიდანვე ერთსა და იმავეს ამბობენ. ჩვენ მზად ვიყავით, UFC გაქრა, მერე კი ისლამმა ხელი მტკივაო და დაიხია უკან. აი აქ ჩდება რიტორიკული კითხვა. რატომაა, რომ ყოველ ჯერზე, როცა ხაბიბის გუნდი რაღაცას ამბობს, მერე სულ სხვა რამე ირკვევა? კონორ მაკგრეგორი ამათზე წლებია ამბობს, ვირთხები და მატყუარები არიანო და რაც დრო გადის, მით უფრო ვრწმუნდები, რომ ის კაცი 10-იანში არ ტყამდა. მახაჩევმა დაწერა ტვიტერზე: დავიღალე თოფურიას მოგონილი ისტორიებით. მე დავთანხმდი ჩხუბს, მან კი არარეალური თანხა ითხოვაო. მაგრამ აგერ დანა ვაითმა პირდაპირ თქვა: იტყუებიო ძმაო. ხალხო, ნუ იქნებით ფანატიკოსები. ბევრი ამათ მხარს უჭერს მხოლოდ იმიტომ, რომ ერთი რელიგიის წარმომადგენლები არიან. სპორტი და რელიგია სხვადასხვა რამეა. თუ მებრძოლი იტყუება, ნიშნულობა არ აქვს საიდანაა, ის მატყუარაა. დაღესტნელების ფანები ახლა ალბათ კომენტარებში გამომლანძღავენ, მაგრამ ფაქტები ჯიუდია. თუ ილიამ ჩხუბი ჩააგდო, მაშინ რატომაა ის ახლა ქარდზე და მახაჩევი რატომ ზის სახლში? პასუხი მარტივია. ილია ნამდვილი მებრძოლია, რომელიც 90 კილოგრამსაც დააყენებს თუ საჭიროა და ნებისმიერს ეჩხუბება. მახაჩევი კი მხოლოდ მაშინ გამოდის, როცა ყველაფერი მის სასარგებლოდაა. დანა ვაითმე კიდევ დაამატა, რომ ამ ქარდის აწყობისას მისთვის მთავარი იყო, ვისი იმედი შეიძლება ჰქონოდა. ვისცეც იცოდა, რომ აუცილებლად გამოცხადდებოდნენ და მაყურებელს სანახაობას აჩუქებდნენ. ჩანს, რომ ილია თოფურია და ჯასტინ გეიჯი სწორედ ასეთი ბიჭებია. მახაჩევი კი, ხედავთ სად არის. საინტერესოა კიდევ რას მოიფიქრებენ ახლა ალი აბდელაზიზი და მისი სასტავი. ალბათ იტყვიან დანასაც ეძინა და ვერ გაიგო რას ამბობდაო. სინამდვილეში კი ეს ყველაფერი იმას მიანიშნებს, რომ ილია თოფურია დღეს UFC-სთვის უფრო სამეიდო და მომგებიანი ფიგურაა, ვიდრე მახაჩევი თავისი უსასრულო პირობებით. მეგობრებო, სანამ მეორე თაროზე გადავალთ, ერთი თხოვნა მაქვს. თუ გინდათ, რომ სიმართლე ყოველთვის პირველებმა გაიგოთ, დაალაიქეთ ეს ვიდეო და გამოიწერეთ არხი. ქართველებს კი განსაკუთრებით გიხდით. დააჭირეთ იმ ჰაიპ ღილაკს, ილიას მხარდაჭერა ახლა ჰაერივით სჭირდება. ახლა კი გადავიდეთ თემაზე, რომელიც ჩვენს რეგიონს განსაკუთრებით აინტერესებს. არმან წარუკიანი. კაცი, რომელიც თავისი ნიჭითა და შრომით დიდი ხანია იმსახურებს ტიტულზე ჩხუბს, მაგრამ თითქოს ვიღაც მუდმივად ჯოხებს უჩრის ბორბლებში. დანა ვაითმა ამაზეც ისაუბრა იმავე სტრიმზე და სიმართლე გითხრეთ, ცოტა ორაზროვანი სურათი დაიხატა. დანამ თქვა: მომწალს, რასაც არმანი აკეთებს, აქტიურია. ნინა დრამასთან ვიდეოებს იღებს, რაც პიარისთვის კარგიაო. მაგრამ იქვე დაამატა ერთი ფრაზა, რომელმაც დამაფიქრა. ვნახოთ, შაბათის ივენთის მერე ყველაფერი შეიძლება შეიცვალოსო. ხალხო, ეს რას ნიშნავს? თუ ის შაბათს ელოდება, ესა იგი წარუკიანს ალბათ გამამროცსა და ესტებან რიბოვიჩს შორის გამარჯვებულს შეახვედრებენ. ეს კი პირდაპირ ვიტყვით, ცოტა უსამართლობაა. არმანმა ბოლო ჩხუბებში ოლივეირა და ჰუკერი ისე გააგორა, კითხვები არავის დარჩენია. ახლა ისევ გამამროთთან ჩხუბი, რომელთანაც ადრეს საეჭოდ წააგო. უკან გადადგმული ნაბიჯი მგონია. რატომ არ აძლევენ ტიტულს? დანამ მიანიშნა, არმანი ზედმეტად ფეთქებადიაო. გაიხსენა, როგორ დაარტყა თავი დენ ჰუკერს, როგორ გაიწია ფანზე UFC-ს 300-ზე და არიზონას ჩხუბი. მოკლედ, UFC-ს ხელმძღვანელობას ეშინია, რომ წარუკიანი ნებისმიერ დროს შეიძლება აფეთქდეს და კომპანიას პრობლემები შეუქმნას.
თუმცა აქ ერთი საინტერესო დეტალია. თავად არმანმა თქვა, რომ დანასთან საერთოდ არ აქვს კონტაქტი. ყველაფერს ჰანტერ კემპბელთან აგვარებს. ჰანტერთან კარგი ურთიერთობა მაქვს, კონტრაქტებზე არასდროს ვაჭრობ, რასაც მიგზავნიან ხელს ვაწერელ, ამბობს არმანი. გამოდის, რომ პრობლემა არა ფულში ან სპორტულ მონაცემებშია, არამედ მის ხასიათში. UFC-ში ხომ იცით როგორაა? თუ მათ წესებს არ თამაშობ და ზედმეტად დამოუკიდებელი ხარ, ცდილობენ გზა გაგირთულონ. არმანი კი სწორედ ასეთი ტიპია. პირდაპირი, ცოტა ხისტი და ზედმეტად თავდაჯერებული. დანა უაიტმა ისიც მოყვა, როგორ შეხვდა არმანს ვეგასში შუქნიშანზე. გვერდით როლს-როისით ამომიდგა და რაღაცას მიყვიროდაო. დანას ასეთი გიჟი ბიჭები კი მოსწონს, მაგრამ ბიზნესის კუთხით ალბათ ურჩევნია ისეთი ვინმე ჰყავდეს ჩემპიონად, ვინც უფრო დამჯერე იქნება. რიტორიკული კითხვა. კიდევ რამდენი ტოპ მებრძოლი უნდა დაამარცხოს წარუკიანმა, რომ ბოლოს და ბოლოს ის ოქროს ქამარი ანახონ. კაცი 70 კილოგრამში ერთ-ერთი საუკეთესოა. მისი ჭიდაობაც და დგომიც უმაღლეს დონეზეა. მაგრამ როგორც ჩანს, ამ წონაში ახლა დიდი არეულობაა. მახაჩევი იტყუება, ილია ზემოთ იხურება. არმანს კი აიძულებენ ისევ და ისევ ამტკიცოს ის, რაც ისედაც ყველა მიცის. ერთი რამ ცხადია. თუ წარუკიანი ამ შაბათის ივენთის შემდეგ ისევ ვინმე გამამროდთან დაეჯახება, ეს იქნება იმის დასტური, რომ UFC მას განგება ფერხებს. მაგრამ არმანი მებრძოლია. მას ასეთი სირთულეები მხოლოდ აზარტში აგდებს. თავარია ემოციებს არ ახვეს და ისევ ვინმეს არ წაკრას ხელი დარბაზში, თორემ დანა უაიტას საბაბი არ გამოელევა. და ბოლოს მოდით შევაჯამოთ ეს ყველაფერი. რა მივიგეთ დღევანდელი დღისით? ერთი მხრივ გვყავს ისლამ მახაჩევი და მისი გუნდი, რომლებიც როგორც დანა უაიტმა დაადასტურა, უბრალოდ მატყუარა ვირთხები აღმოჩნდნენ. მათ ცადეს მთელი ბრალი ილია თოფურიასთვის გადაებრალებინათ, თითქოს ილიამ ფული ვერ გაიყო. სინამდვილეში კი თავად მახაჩევმა დაიხია უკან. მეორე მხრივ გვყავს ილია თოფურია, კაცი, რომელიც სიტყვას საქმე დაქცევს. ის არის თეთრი სახლის ქარდზე. ის არის მზად ნებისმიერი გამოწვევისთვის და ის არ იმალება ტრაუმების ან ძილის უკან. ილიამ დაამტკიცა, რომ ის არა მხოლოდ დიდი მებრძოლია, არამედ დიდი ვარსკვლავიც, რომელსაც UFC ენდობა. ხშირად მეკითხებიან, რატომ ვარ ასეთი კრიტიკული მახაჩევის მიმართ. იმიტომ კი არა, რომ მისი ჩხუბი არ მომწონს. ის შესანიშნავი ათლეტია. პრობლემა იმ სიყალბეშია, რომელსაც მისი გუნდი ავრცელებს. როცა სიმართლე ზედაპირზე ამოდის, ყველაფერი თავის ადგილას ლაგდება. დაღესტნური დისციპლინა და პატიოსნება მხოლოდ მანამდე მუშაობს, სანამ კამერები ჩართულია. კულისებში კი, როგორც ვხედავთ, სულ სხვა თამაში მიდის. ილია თოფურია კი თავისი გზით მიდის. მან იცის საკუთარი ფასი. და როცა მალკი კავა ამბობს, რომ ისინი სუპერ ფაიტის ფულს ითხოვენ, ეს აბსოლუტურად სამართლიანია. როცა ჩემპიონი ჩემპიონს ხვდება, იქ კაპიკებზე ვაჭრობა არ უნდა ხდებოდეს. UFC ხშირად ცდილობს მებრძოლები დაჩაგროს ფინანსურად, მაგრამ ილია იმ ტიპის კაცი არაა, ვინც ამას დაუშვებს. რა იქნება შემდეგ? მახაჩევი ალბათ ისევ გააგრძელებს Twitter-ზე პოსტვას, ილია კი ოქტაგონში შევა და კიდევ ერთხელ დაამტკიცებს, რატომაა ის ელ მატადორი. ჩვენ კი გულშემატკივრებს იზღადაგვრჩენია სიმართლეს თვალებში ჩავხედოთ. ნუ უსმენთ ზღაპრებს, უყურეთ ფაქტებს. დიდი მადლობა, რომ ბოლომდე იყავით ჩემთან ერთად. იმედია ეს გარჩევა დაგეხმარათ სურათის უკეთ დანახვაში. დაწერეთ კომენტარებში, რას ფიქრობთ, ვინ იტყუება და ვინ არის მართალი. არმანის ბედზე რას იტყვით? ველოდებით თქვენს აზრებს.